მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვანცნობენ, მე ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ ზაგარელი, კვლავ თქვენთან ერთად საუბრობთ ჩვენ ისევ და ისევ ასტროლოგიაზე და პირველ რიგში როგორ იქნება უახლოეს ერთი კვირა 19-25 მაისის შუალედი. მინდა გითხრათ, რომ წინა პერიოდთან შედარებით ამოგვასუნთქებს ეს კვირა. საერთოდ აი პერიოდი დაახლოებით აი ბოლომდე მაისისა შედარებით უკეთესია უკვე ხვალიდან, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ აქამდე დედამიწა ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო და ეს ქონიდა უფრო მეტ სირთულეებს, ურთიერთგაგებას ამცირებდა, უფრო მეტი იყო სხვა სახის პრობლემების წარმოქმნის ტენდენციები, კონფლიქტები მოგეხსენებათ იყო საკმარისად ბევრი და ასე შემდგომ. ეხლა ეს სიტუაცია, აგრესია ცოტა ასე ვთქვათ მოდუნდება, მოეშვება, რო ეთქვიან ამ თვლის ბოლომდე და მერე უკვე ივნისიც ასევე მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილი. ივნისი თითქმის მთლიანად, ყოველ შემთხვევაში იქაც 25 რიცხვამდე მაინც იქნება საკმაოდ დაძაბული, იმიტომ რომ დედამიწა იქაც იქნება უარყოფით ენერგოველში. ამიტომ ივნისიც იქნება ცოტა არასტაბილური, დაძაბული და შემდგომ, ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება აი ამ პერიოდში, ასე იგი ხვალიდან ამ თვის ბოლომდე მოვწესრიგდეთ. მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა საკითხებია, პრობლემებია, დაუშვათ შეხვედრებია, მოლაპარაკებებია, ახალი იდეების რეალიზაცია და შემდგომ ეს ყველაფერი გინდათ აი ამ პერიოდში განახორციელოთ. ხვალიდან უკვე თვის ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ამოვისუნთქოთ, შედარებით მშვიდდება სიტუაცია, მოლაპარაკებაც უფრო ნაყოფიერი იქნება, შესაძლებლობები იდეების რეალიზაციის ეგნება უკეთესი, იმიტომ რომ წინაღობები გვექნება ჩვენ რასაკვირველია ნაკლები და საერთო განწყობა ცოტა გაუმჯობესდება ამასთან ერთად. აი აქ მაგალითად ხელშეკრულებების დასადებად პერიოდი კარგია მშვენი ინფორმაციის მისაღებადთან, მზე მოდი ასე ვთქვათ უკვე რეალურად გადადის რეალურად მოდი ასე ვთქვათ, სწორედ იმ ზოდიაქოში, რომელიც შედარებით სხვებთან შედარებით მსუბუქია, თავისი ხასიათი და ბუნებით, ანუ 20 მაისს უკვე მოდი ასე ვთქვათ 22 საათიდან 56 წუთიდან მზე გადადის ერთი თვით კუპების ზოდიაქოს ნიშანში. ტოვებს კუროს, ეს კი ნიშნავს რას, რომ გაცილებით უფრო მსუბუქია თავისი ხასიათით, უფრო კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, მოდი ასე ვთქვათ, სწორედ ეს ნიშანი და ეს მოგცემს საშუალებას, რომ სწორედ ამ პერიოდში ცოტა ამოვისუნთქოთ და შედარებით მსუბუქად ვიგრძნოთ თავი. და სხვა შორის 22 საათიდან, ისე 56 წუთიდან 20 მაისს, ვინც დაიბადება, უკვე იქნება კუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულები. მაგრამ დაუშვათ იქ 22 საათზე და 55 წუთზე ჯერ კიდევ კუროები იქნებიან დაავადებულები. ეს იმ მშობლებისთვის, ვინც ელოდება ამ პერიოდში დაუშვათ ბავშვს და თუ 20 რიცხვში ეს მოხდა, აი უკვე გეცნობათ რა ზოდიაქოს ნიშანია თქვენი დაუშვათ შვილი. აი ეს მოვლენა რასაკვირველია მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე აი ხვალიდან თქვენ შეგიძლიათ ამ თვის ბოლომდე განახორციელოთ და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს მოვლენა და სასიკეთო. ამ კუთხით. ეხლა მოდი ამუშავოთ უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები ახლოს ერთ კვირაში და ყველა იგრძნობს ყველა ზოდიაქოს ნიშანი, რომ აშკარად სასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი. და აი დავიწყოთ მაგალითად პირველი ზოდიაქოს ნიშნიდან ვერძიდან. ვერც და ენერგოტონუსი ჯერ ერთი იწყებს უკვე გაუმჯობესებას ამ პერიოდში. თქვენ იგრძნობთ, რომ ხდებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, მაგალითად ნაკლებად იღლებით, როგორც ეს ქონდა წინა პერიოდში. ახლა არა, განწყობაც გაცილებით უკეთესია, მხარდაჭერას გრძნობთ, ურთიერთგაგება თქვენსა და მეგობრებს, თქვენსა და კოლეგებს შორის აშკარად მოიმატებს. რაც ხელს შეუწყობს ასევე ახალი გეგმების დასახვას, ეს პერიოდი კარგია საქმიანი და შემოქმედებითი კავშირების გასაფართოებლად ან დასამყარებლად, ამასაც უწყობს ხელს სხვა შორის. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ადრეული საქმიდან რაღაც მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოთ. ეს კვირა გაცილებით უკეთესია მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, კონტაქტების კუთხით. აქაც შანსები წარმატებისას საკმაოდ მაღალია და გზავრობა მოგზაურობისთვის გაცილებით უკეთესია. აქ შეიძლება საინტერესო ადამიანების გაიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, სწავლისთვის, თუ გინდათ გამოცდების შესაბამისად საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აქაც უკვე ხვალიდან სიტუაცია ნელ-ნელა იწყებს სტაბილიზაციას. ანუ პოზიტიური ცვლილებები შეიძლება წარმოიქმნას თქვენს კარიერულ განვითარებაში, ასევე ფინანსური კუთხით კარგი შესაძლებლობები ადრე დაწყებული საქმეებიდან, აქაც შეიძლება მიიღოთ ფინანსური დივიდენდები, ან ახლა იყო ჩართული იმ საქმეებში, რომელიც ფინანსური კუთხით იქნება
წარმატებული და ეს გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. Აუშვათ ისიც, რომ აქ უფრო ასე ვთქვათ, აქტიურად შეგიძლიათ გამოთქვა თქვენი აზრები, იდეები და თან გასაგებად, საზოგადოებისთვის გასაგები ენით. ამასთან ერთად თქვენ აქ არ გეშინიათ უკვე სიმართლის თქვა, რაც ერთიორად გაზრდის თქვენს რეიტინგს. თუმცა ეს გავიტყოთ, რომ ზოგიერთ შეიძლება აღმოჩნდეს ფრიად საიდუმლო სასიყვარულო კავშირების ან ესეთი რომანტიკული თავგადასავლების წინაშე ეს ტენდენციაც არის. მოითხოვოთ, რომ ეს პერიოდი უკვე ხელს უწყობს ინვესტიციებს, მაგალითად ხელს უწყობს კაპიტალ დაბანდებებს. თუ თქვენი მოქმედოთ აქ პრინციპით შეჯერ გაზომოთ, ხო გაჭირებთ ხილა წინ და ხედულად, მაშინ ეს ინვესტიციები იქნება ასევე კიდევ უფრო მეტი მატერიალური, ასე ვთქვათ, მონაგარის ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში. ენერგოტომსი ჯერ კიდევ გაძლევს საშუალებას, რომ ამ კვირაში აქტიურად იმოქმედოთ და თქვენი შრომის უნარიანობაც სათანადოდ გამოავლინოთ. ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, ახლა უკვე თქვენი დრო იწყება. ტყუპებო, როგორც აღმოჩნდა 20 რიცხვიდან უკვე მზე გადადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ყოველ დღე იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ ფუნდამენტურად თქვენ გემოტებათ ენერგია. თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, განწყობა უმჯობესდება, ფსიქომეტრული სტაბილურობა თანდათან კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება და ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ უკვე ზოგიერთ საინტერესო იდეებისგან ხურციელება, ჩამოყალიბება, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ამ კვირაში ძალიან არ იხმაუროთ იმის შესახებ, თუ რა გეგმები გაქვთ დავუშვათ და ასე შემდგომ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ფარუმწრებს ინერციულად, მაგრამ ჯერ არ წინავთ. მათ შეუძლიათ გარკვეული თქვენი გათქმული წინდაწინ ინფორმაცია გამოიყენოთ თქვენ საწინააღმდეგოდ. მოდი ასე ვთქვათ. და ამიტომ აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები იყო მოსაგვარებელი. ახლა მოაგვარეთ, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება იყო საჭირო და რაღაცა უშლიდა ამას ხელს. ახლა უკვე ამ კვირაში ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, უფრო მეტად იგრძნობთ ხარდაჭერას, მეგობრების მხრიდან, კოლეგების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან და აქედან გამომდინარე, აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომ შეობისას უკვე ინტუიცია ზიზდება თქვენში, რაც ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი ნაბიჯების გადადგმას. ანუ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელს უწყობს ცვლილებებს, მათ შორის შეიძლება კარგი ცვლილება მოხდეს, შინაგანი ფსიქოლოგიური ცვლილებები, გარკვეული სასიკეთო ტრანსფორმაციების პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ანუ მოდეს ვთქვათ, ტყუპებს ეწყებათ ვარსკვლავური დრო. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში. ერთ-ერთი თქვენს ისე როგორც ყუროებს ცოტა შეგიშლით ხელს ივნისის პერიოდი, თორე როგორც ყუროს ახლა ქონდა მთელი მაისი, რომელიც მისთვის ყველაზე ნაყოფიერი ალბათ უარყოფით ერგო ველში დედამიწა და ეს ძალიან უშლიდა ხელს მათ. წინსვლას ასევე სამწუხაროდ ახლა გამოიყენეთ, ამიტომ მაისის ბოლომდე ეს სასიკეთო ტენდენციები, იმიტომ რომ ივნისში დედამიწის უარყოფით ერგო ველი უკვე ისეთ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ მოგცემთ, როგორიც მაგალითად შეიძლება ყოფილიყო დედამიწის პოლიტურ ენერგო ველის პირობებში. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ამუშავოთ, რომ აქ შედარებით უფრო სტაბილური იქნება სიტუაცია, ამიტომ ეს პერიოდი ასევე ხელს შეუწყობს თქვენი შემოსავლების ზრდას და სხვა შორის შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთან აღმოჩნდეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წინაშე ან საქმიანი კავშირები დაამყაროს და სხვა შორის ეს კავშირები გინც სასიყვარულო, გინც საქმიანი იქნება მეტად ნაყოფიერი და ასევე საქმიანი კუთხით და მატერიალური კუთხითაც კი წარმატებული. ამავდროულად ეს პერიოდი კარგია ჯერ კიდევ რეფორმებისა და სიახლეების შემოსატანად თქვენს ცხოვრებაში იზრდება ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით შეგიძლიათ გაცილებით უფრო სწორად იმოქმედოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ და დაყრდნობით მზარდ ინტუიციაზე აქ შეგიძლიათ ასევე ძალიან საინტერესო კავშირები დაამყაროთ, მეორე რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი თქვენი განვითარების და წინსვლის. მოით ახლა ესე ვთქვათ, რომ სადღაც ივნისი, ახლობით 20 რიცხვამდე იქნება თქვენთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული წლის განმავლობაში. ამიტომ ეხლა გაქვთ საშუალება დაუშვათ დაიწყოთ ის საქმე, გაიცნოთ ის ადამიანები, დაუშვათ დასახოთ პერსპექტივები, რაღაც ისეთი გააკეთოთ, რაც მერე ივნისის პირველ ნახევარში მოგცემთ 7 ამის გაგრძელების საშუალებას. მაშინ გაცილებით ივნისში 7 გამოავლით, მაგრამ და გაივლით, მაგრამ თუ თქვენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, საქმეებს მოიდომებთ ივნისის თვეში ამის დაწყებას პირველ ნახევარში, მაშინ ეს უგველეს სირთულეები გექნებათ გაცილებით მეტი. ესეც გაითვალისწინეთ. ამიტომ ჯობია ახლა ეს პერიოდი მაისის ბოლომდე გამოიყენოთ, რომ ივნისის პირველი ნახევარი თქვენთვის რთული, შედარებით 7 და სტაბილურად გამლოთ.
რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აი აქ უკეთ გაერკვევით სხვა სახის ურთიერთობებში, საქმეებში, თუ იყო რაღაც გაუგებრობები, იყო წინააღმდეგობები, აი ეს ყველაფერი ახლა გაცილებით მეტად დაალაგდება, საქმიანობას უფრო სასიკეთო ელფერს მიიღებს და ასე ვთქვათ, თქვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მეუდგებით საქმეებს, მათ შორის კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა უმჯობესდება, მათთან პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ნაყოფიერი იქნება, რაც მეტად გაუმჯობესებთ ურთიერთობებს, მათ შორის ხელმძღვანელ პირებთან, ესეც ხელში შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ შემდგომ განვითარებას, ამ კუთხითაც იქნება საკმაოდ კარგი და მოდით ამოვშოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომ შეობისას უკვე შემოდის რეფორმების დრო. ანუ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა რეფორმებთან, სიახლეებთან, რაც მეტად სპონტანური იმპროვიზაცია გექნებათ, არასტანდარტული მოქმედებები, ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. აღნიშნოთ, რომ მეგობართა თანადგომა ამ პერიოდში უკვე იქნება ფრიად მნიშვნელოვანი და ეს პერიოდი ასევე დაუთმეთ მეტად ურთიერთობებს ინტერნეტთან. იმიტომ აქედანაც შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გაიცნოთ მნიშვნელოვანი საჭირო თქვენთვის ადამიანები. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტი პოზიტიური სიტუაციები წარმოექნება უკვე ამ კვირიდან თქვენს ცხოვრებაში, როგორც თუნდაც ჯერ კიდევ მდგრადია, ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა გაძლევს საშუალებას ეს პერიოდი მშვიდად, სტაბილურად, აქტიურადაც გაიაროთ, როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებების პერიოდია და აღნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ გიხსოვს გზავრობას, მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს, უცხოეთში სწავლას, უცხოენების ათვისებას, სადაც საჭიროა ლიდერული რეგულირების წარმოჩენას და უკვე თანდათან შესაძლებელია რაღაც ახალი პერსპექტივები გაიხსნას თქვენს პროფესიონალურ წინსვლასა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახლა უკვე გადავიდეთ სასწორი ზოდიაქოს ნიშანზე, ენერგოტონუსი აშკარად თქვენი მატულობს. ამიტომ იგრძნობთ ყოველ დღე, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, კონტროლს უკეთესად უწესებთ თქვენს ემოციებს, აქ ენერგოტონუსი რადგან მატულობს, ესე იგი ჯანმრთელობა თანდათან უმჯობესდება და ყოველ დღე თანდათან იგრძნობთ, რომ ხდებით უფრო აქტიური, უფრო ენერგიული, ნაკლებად იღლებით, ოღონდ ეს თანდათან ხდება და არა უცებ ერთ დღეში. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ზედმეტად ნუჩქარობთ აქ, ზედმეტად სულ სწრაფი ნუ იქნებით, იმიტომ რომ ნელ-ნელა ხდება ეს სიტუაციის გაუმჯობესება თქვენ ცხოვრებაში და უნიშნოთ ისიც, რომ ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. აქ სხვათაშორის შეიძლება ნდობის ფაქტორი მეტად გაჩნდეს, სტაბილურობა უფრო მეტად გაზლიერდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთ თქვენთაგან ჯერ კიდევ იგნობს, რომ გარკვეული შეზღუდვები არის თქვენი გადაწყვეტილების კუთხით, შესაძლებლობების კუთხით, მაგრამ რაც მეტი დრო გავა, ეს შეზღუდვებიც ნელ-ნელა მოიხსნება. სხვა შორის უკვე კარგი კვირა მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც თქვენ შეგიძლიათ უკვე აქტიური კონტაქტები დაამყაროთ უცხოელებთან და ასევე ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან იქნება ძალიან კარგი. ექსკურსიები, შთაბეჭდილებების მიღება უცხოეთში იქნება დაუვიწყარი და არნახული. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, სიტუაცია რასკვილი აქაც უფრო სტაბილური ხდება თქვენთვის. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ, ინტუიცია მდგრადია, რაც ხელს უწყობს როგორც აქტიურ მოქმედებას, მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენას, ინიციატივას, პასუხისმგებლობის აღებას, ლიდერული როლების წარმოჩენას. ასევე მოდით ავუშვათ, რომ ამ პერიოდში შეგიძლიათ საკუთარი პოზიციების გაძლიერება. აი მაგათ იყო რაღაც საკამათო, ფინანსური საკითხები, აი ესეც დაალაგდება და ამ ხრივაც იქნება კარგი, შეგიძლიათ უფრო აქტიურად გამოვლინოთ თქვენი შემოქმედებით ინჭი და უნარი და სხვა შორის პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი. თუ პირად ურთიერთობებში და საქმიან ურთიერთობებში გექნებათ სტაბილიზაცია და ჰარმონიზაცია, მაშინ გაცილებით წინ წახვალ ყველაფერში და უფრო მეტად წარმატებული იქნება ეს კვირა თქვენთვის. მშვილდოსთანს რაც შეეხება აღნიშნოთ, რომ აქ უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს ამ კვირაში, ვიდრე წინა პერიოდში, რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსის მატებას გრძნობთ. ამიტომ ყოველ დღე ნელ-ნელა მოგემატებათ გონება განწყობის, გაუმჯობესების ტენდენცია, ენერგია მოგემატებათ, შესაძლებლობები იქნება უფრო მეტი, ანუ ეს კომფორტულობა უდავთ არის. აქ უფრო მეტად შეგიძლიათ დაერქნოთ პარტნიორთა დახმარებას. ეს ის პერიოდი, როდესაც საქმეებში გარკვეული პროგრესი თვალშისაცემი იქნება, სხვა შორის ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა აქ ბევრად განაგებს თქვენს წარმატებებს. და უფრო მეტის პირადი ურთიერთობა პარტნიორული თუ იქნება სტაბილური, ეს თქვენს საქმიან წარმატებებს ხელს შეუწყობს. შემოქმედებითი კუთხითაც შეგიძლიათ ძალიან ნაყოფიერად იმუშაო და აქაც საგრძნობლად აი მაგალითად თქვენი ავტორიტეტის სხვა შორის უკვე ქორწინებისთვისაც კი პერიოდი მეტად ნაყოფიერი და კარგია.
რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეს პერიოდი გაცილებით უფრო 7-ია, სტაბილურია წინა კვირისგან განსხვავებით, ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამ კვირაში იზნობს აი სასიკეთო ცვლილებებს და აღნიშნოთ ისიც რომ ეს თუმცა ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება დაღლილობა იგრძნოს, მაგრამ ეს კვირა მაინც გაძლევს საშუალებას, რომ შრომის უნარობაც გამოავლინოთ, ნებისყოფად, შეუპოვრობაც, მოთმენებად, სათანადოდ. ეს კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მაგათაც საკუთარ თავსაც მიხედოთ. მაგათაც გაიმჯობესოთ გარეგნული იმიჯი. გარკვეულწილად შეგიძლიათ აქ ამ პერიოდში მოიწესრიგოთ ჯანმრთელობის პრობლემები თუ იყო რაღაც ამდაგვარი აწესრიგებთ ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელობთან მიმართებაში, ასევე ხელსაწყოს თქვენს განვითარებას წინსვლას. აქ შეიძლება გაცილებით უკეთესად წარმართოს ურთიერთობა თქვენი შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობებშიც აღმოჩნდეს. აი ეს ტენდენციები აქ თვალშისაცემი გახდება უდაოდ. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ამ პერიოდში თვითრწმენა მოიმატებს ენერგოტონუსის ამაღლებასთან ერთად. ემოციური სტაბილურობას ნელ-ნელა უფრო გაუმჯობესდება, აქ შეგვიძლია აქედან გამომდინარე ზოგიერთ თქვენი პრობლემის სწორად და ადვილად გადაწყვეტა და აქ გავლენის სფეროს გააფართოვებთ, იმიტომ თქვენი ზეგავლენა სხვა ადამიანებზე მოიმატებს. კონკურსებში, ლანწარებში მოწვევების მიღება იქნება ძამონგებიანი და წარმატებული. აქაც უმჯობესდება თქვენი ურთიერთობა შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან. ნუ და ესე ვთქვათ, მერწყულს შეიძლება მოკლედ რო ვთქვათ, ერთი სლოგანით, სიყვარულის დრო აქვს. ამიტომ ეს პერიოდი ამ თვალსაზრისითაც ამნიშნავია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, კარგად გამოავლენთ საკუთარ მონაცემებს და შეგიძლიათ აშკარად აწვიოთ თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, გაუმჯობესოთ თქვენი საერთო მათ შორის სოციალური და საზოგადოებრივი მდგომარეობა. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება, აქ აღნიშნოთ, რომ ერგოტონუსი ჯერ კიდევ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მიაქტიუროთ, კომუნიკაცია გამოავლინოთ, აქ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად იმოქმედოთ, კი ბატონო, აქ შეიძლება ახალი ნაცნობთა წრე ჩამოყალიბდეს, ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. აქ შეიძლება პერსპექტიული საქმიანი კავშირები ჩამოყალიბდეს, შეიძლება საინტერესო პერსპექტივები წინადადებებიც კი მიიღოთ, შეიძლება ეს ბიზნეს სფეროში იყოს, შეიძლება დავუშვათ თუნდაც პროფესიონალური კუთხით და აღნიშნოთ, რომ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ მათგან შეიძლება აღმოჩნდეს მგზავრობა მოგზაურობის წინაშე, რაც ახალ იდეებს და ახალ შთაბეჭდილებებს შეგრძნათ. სხვა შორის საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტის პერიოდი კარგია, ოჯახური ჰარმონიზაციის და სტაბილურობისთვის ასევე პერიოდი კარგია და სახში შეგიძლიათ ძალიან გაალამაზოთ თქვენი დიზაინი და ამ ხრივაც გაიმჯობესოთ თქვენი გუნება განწყობა. აი ეს ყველაფერი სწორედ 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის არის მოსაუდნელი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში 19-25 მაისის შუალედში. ამიტომ ყველასთვის მთლიანობაში კვირა კარგია, პერსპექტიულია, რაც განპირობებულია დედამიწის პოლიტიკურ ველში გადასვლით. ამიტომ მაქსიმუმად გამოიყენეთ და იაქტიურეთ, რათა მისცეთ ამ კვირას სასიკეთო ელფერი. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნავს მომავალი კვირისა და რა ტენდენციები ამ ნიშნებთან დაკავშირებული შემდეგი კვირის განმავლობაში. აი ხვალინდელი დღე. 19 მაისია ხვალ და პირველ რიგში თქვენი მოქმედების პრინციპებს ხვევს ნუ მოახერხებთ ხვალ ყველას უნდა გააჩნდეს თავისი აზრი. სამაგეროდ კარგია ეს დღე შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოსავლად. მოიმატებს სამართლიანობის, ასევე სიკეთისადმი ადამიანებში მიდრეკილება. კარგი დღეა ხელის სათხოვნელად სხვა შორის სუნთქვეთი ვარჯიშებისათვის. ამავდროულად მოერიდოთ ზედმეტ ნერვიულობას, ფორიაქს, ზღვარგდასულ ფანტაზიებს, ხოლო რეალურ ფაქტებს დაეხდენით, მოერიდოთ ზედმეტ ლაპარაკს და მოდით აღნიშნოთ, რომ აქ გავითვალისწინოთ, რომ მეგობრულ წრეში ხვალ საიდუმლო არ შეინახება. და შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენ საწინააღმდეგო ზოგიერთისთვის, ესეც მნიშვნელოვანია, მეტად დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსთან რჩევებს. მაშინ უფრო სწორად იმოქმედებთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები, ფეხის კუნთების ზონა. და ამიტომ რადგან აქ ვენებთან შესაძლებელი იყოს პრობლემები, ესე იგი როგორც ხვალ, ასევე ზეგ და ნაწილობრივ დღესაც შორის წამოშოთ, ჯობია ზედმეტად ფეხზე არ ედგეთ. თუ გაქვთ საშუალება იარეთ. ეს ჯობია ვიდრე ფეხზე დგომა, იმიტომ რომ ეს ვენების გაგანიერებას უწყობს ხელს. კარგია ხვალინდელი დღე ტყუპების და ლომის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 20 მაისს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ აქ უკვე მზე გადაისვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ერთი თვით და მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ იცვლება სტიქია, ანუ ამთავრებს პრაგმატული მიწა თავის გზას და უკვე მზე გადადის. მეტად ჰაეროვან, მეტად ინტელექტუალურ ტყუპებში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ამ მოვლენის შედეგად უახლოეს ერთ თვეში ეს ყოველივე განავითარებს ადამიანთა ხასიათში. ერთის მხრივ.
გონებამახვილობას, აქტიურობას, კომუნიკაბილურობას, ნებისმოყვარეობას, ოპტიმიზმს, მოგზაურობებისადმი მიდრეკილებას, რაც უდაოდ კარგია და მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ადამიანებში, მაგრამ ამავდროულად განავითარებს ჯგუფების ნეგატიურ ტენდენციებსაც, როგორც არის მაგალითად ნევროზული მოუსვენრობა, სულსტრაფობა, შინაგანი გაურება, მერყეობა, უღაერათობა, ტყუილებისა და ფლირტისადმი მიდრეკილება, რაც ითხოვს უახლოეს ერთ თვეში მაქსიმალურ კონტროლს, რათა ეს კომბინაცია თვისებების არ გახდეს თქვენთვის ხელისშემშელი ფაქტორი. რაც შეეხება თვით 20 რიცხვს ამ დღეს, აქ ჩვენ გვაქვს რა? პირველი მემართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღებას 9 საათის განმავლობაში 16 საათიდან 16 საათამდე 31 წუთამდე გასცემს იგი. ამ 9 საათში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანების, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისაც ითხოვს ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. და კიდევ დღე გეომაგნიტურია. Ამიტომ გეომაგნიტური ენერგიები ამ დღისა, სამშაბათი დღისა მეტ პრობლემებს უქმნია ადამიანთა გულსის ზარუან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. ამ პერიოდში თავის ტკივილებისა, უგონებობისა და ამასთან ერთად შეიძლება ამ დისკომფორტი შემოიტანოს ადამიანთა ცხოვრებაში. ამიტომ პირველ რიგში გაქვთ ესეთი პრობლემები, ესე იგი აუცილებლად წნევა. რეაქციად ყურადღება თან ხედავთ როგორი ამინდებია. Სწრაფად იცვლება, ასე ვთქვათ, ტემპერატურა, იცვლება სიტუაცია ცისკაბადონზე, ამიტომ ეს დროს გვიძლია ძალიან ძაბავს დედამიწის გეომანტიას და ზეგავლენას ახდენს ადამიანის წნევით მდგომარეობაზე და განწყობაზე. ამიტომ აკონტროლეთ ამ შემთხვევაში წნევა, მათ შორის სამშაბათსაც და თუ აუცილებლობა გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და ცოტათი დაასვენეთ საკუთარი თავი. და აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით, ესე იგი მხედველობა, ნერვული სისტემა, ტერფები, ვენები, აქაც სამშაბათსაც ეს ყველაფერი აქტუალურია. პოზიტიურია სამშაბათი სასწორთათვის და მშილდოსანთათვის. რაც შეეხება უკვე 21 მაისს, ეს არის 4-შაბათი დღე, გეომაგნიტურია ეს დღე და გეომაგნიტური ენერგიები ამ დღის სამეთ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსის ზარუან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამიტომ აქაც საკონტროლო წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში წავლების პროფილაქტიკა გამოიყენეთ და მიაქციეთ ყურადღება სამყაროს მინიშნებებს 4 შაბათს 21 რიცხვში. და აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლისველობისას აქ საინტერესო იმით ეს პერიოდი, რომ პირველ რიგში პარტნიორ ურთიერთობებში საკუთარ ბედზე ნუ იწუწუნებთ. ამას მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან გააღიზიანებს პარტნიორს. მოერდეთ 4 შაბათს ტერფების მასაჟს, ასევე ანალიზის გაკეთებას, ეკოსკოპიას, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან ჩაცმოს. და ალკოჰოლურ სასმელებთან, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ურთიერთობაში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა. და ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა 21-ში ან 4 შაბათს სასურველი არ იქნება. ყველაზე კარგია ეს დღე მორიელის და თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 22 მაისს, ეს უკვე 5-შაბათი დღეა, აქ მიაქციეთ ყურადღება საღამოს პერიოდს 20 საათიდან 8 წუთიდან 20 საათამდე 28 წუთამდე. აი ამ დროს, ამ რეალურად 20 წუთის განმავლობაში, ესე ვთქვათ, მიმართულება და კორგული მთვარის პერიოდი შემოდის. რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისაც ითხოვს ამ დროს მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. და კიდევ 7-დან გავატაროთ 5-შაბათი დღე. დაერტყმით მეტად ინტუიციას, კარგი აქ ლოცვა, გამახვილდება საიდუმლო ცოდნისადმი, ქველმოქმედებისადმი მიდრეკილება ადამიანებში, თუმცა მოსალოდნელი ალერგიული შეშუპებაც. აქ აკონტროლეთ, ამიტომ საკვების და სასმელის ხარისხი მეტად. და ამ პერიოდში მოდით დავუშვათ, რომ ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას. აქ არავითარი წესები არ დარღვევთ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში ძალიან ადვილად დაჯერმდებით. სხვა პერიოდისგან განსხვავებით და ადვილად შეიძლება გამოაშკარავდეს საიდუმლოც. ესეც გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული ლიმფური სისტემა, ტერფები, თავი, გზნობათა ორგანოები. ყველაზე კარგია 5-შაბათი. კუროს, კერჩხების, ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება უკვე პარასკევს, პარასკევი ეს უკვე არის 23 მაისის დღე. და აქ საინტერესო ის, რომ მეტად უნდა აკონტროლოთ ემოციები ხასიათში, სხვა შორის არ მარტო პარასკევს, არამედ შაბათსაც.
ცოტა აგრესია, სულსწრაფობა, აღგზნების საშუალებების მიღება არ იქნება აქ სასურველი. შემიძლია აი თავის ტკივილმა იჩინოს მეტად თავი, აქაც საკონტროლო წნევა, შემიძლია ქრონიკული დაავადებების გამწვევა მიჩინოს თავი, თუმცა ამავდროულად გამახვილდება ინტუიცია. Შეიძლება იქნება საქმის გაფართოება, მშვენი რჩევის მიღება ამ მხრივ ეს დღე უდავოდ კარგია, თუმცა პარტნიორთმოქმედებებში ნუ იკამათებთ. და ცოტა ეგოიზმი აკონტროლეთ თქვენს ხასიათში. ასევე აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში უპირელი სკოლისა ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის სიძარღვანი სისტემა, გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში პარასკევს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. Pozitīvā es gribēju vērtīt kopības და ლომის ოდიაქოს ნიშანთათვის. და სხვათა შორის მოითხოვოთ, რომ აი დღესაც ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ აი დღესაც არის მზის და ურანის ორი ასეთი პლანეტის შეერთება. მზეს არის ენერგია, ურანი არის მოულოდნელობა. ამიტომ მოულოდნელი ენერგიების მოძრაობა შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში ან კონფლიქტების, ან პირიქით სასიხარულო ძალიან მოვლენების ფაქტორი დღეს. ორივე თანაბრად მოსაოდნელი, ამიტომ აიც ვიყოთ ყურადღებით. რას სახის მოულოდნელობასთან გვაქვს საქმე. ეს დღევანდელ დღეს რაც შეეხება. ახლა გადავიდეთ უკვე შაბათზე. 24 მაისია, შაბათი დღე. გეომაგნიტურია. ამიტომ იცით რა უნდა გქნათ გეომაგნიტურ დღეებში, თუ აქ დისკომფორტი იგრძენით, წნევას პირველ რიგში აქცევთ ყურადღებას, შესაბამისი პროფილაქტიკით გამოგყავთ თქვენი თავი აი რაღაც დისკომფორტული მდგომარეობიდან, თუ ესეთი წარმოიქმნა შაბათ დღეს. და მიაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს 15 საათიდან 45 წუთიდან 21 საათამდე 40 წუთამდე გასტონს იგი. აი ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანს, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასვლელი ტრავმებისა და ავარიების, არასითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პერიოდში მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისაგან. Tlიანობაში დღე კარგია მაგალითად ბუნებაში, განსაკუთრებით წყალთან დასასვენებლად, მედიტაციისათვის, ლოცვისთვის, მოსაოდნელი აქ ცოტა ენერგიის კლებას კონდეს ადგილი ორგანიზმში. არ ვარ გაქვს საბუთებზე ხელმოწერა. ასევე მაღალია ცოტა ავარიული ტენდენციების ალბათობა. დაასრულეთ დაწყებული საქმე. ამავდროულად შეიძლება იქნება კომპლექსური საკითხების გარკვეულწილად ეფექტური გადაწყვეტა. პარტნიორთმოქმედებებში ზედაპირული მსჯელობა შეიძლება გახდეს წყენის საბაბი. ესაც გავითვალისწინოთ. ზედმეტად ნუ გადაღლით თვალებს. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება სწორედ თავის ზონა, სიზარღვანის სისტემა, ცხვირი, გარკვეულწილად თვალების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ეს დღე სასწორის, მშვილდოსნის და მარწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება უკვე 25 მაისს, ეს არის კვირა დღე. აქ ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება. პლანეტა სატურნი, ეს არის დიდი კოსმიური მასწავლებელი. როგორც ჩვენ ვასწავლეთ, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის გარკვეულწილად მუხრუჭი პლანეტა და ერთ-ერთი დამსჯელი პლანეტაც, ასევე შეიძლება უწოდოთ მას. სწორედ 25 უკვე მაისიდან 2 სექტემბრამდე განასვლებს ვერძის ზოდიაქოში. ძალიან მშვენი მოვლენა, ამზე გავლენის შედეგად იგი განავითარებს ხელმძღვანელ პირებში. მეტ ენერგიულობას, კომუნიკაბილურობას, მებრძოლ სულისკვეთებას, ორგანიზატორულ მონაცემებს, ოპტიმიზმს, გონებამახვილობას, თუმცა ამავდროულად განავითარებს ზედმეტ ფანტაზიებს, ეგოიზმს, დიქტატორულ თვისებებს, ზოგჯერ კამათისადმი მიდრეკილებას, სულსწრაფობის გამოვლენას, ანუ აქ თავისი დადებითი უარყოფითი ტენდენციები და რაც თავარია, იგი ამ გადასვლით უკვე უერთდება პლანეტა ნეპტუნს. აი ეს უკვე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით 2 სექტემბრამდე, რატო? იმიტომ რომ აქ ეს ერთი მშვენი მოვლენა ხდება. ეხლა ჩვენ გვაქვს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, შეიძლება ესე ითქვას. ანუ სატურნ ნეპტუნის შეერთება ნიშნავს იმას, რომ 2 სექტემბრამდე რაც მოხდება თქვენ ცხოვრებაში, კარგად დააკვირდით. გინდათ რწმენის კუთხით, გინდათ საქმიანი, კარიერული განვითარების კუთხით, საერთოდ ყველა მოვლენას კარგად დააკვირდით. გინდათ იმას თუ რამე ნიშნებებს იღებთ, ან ინტუიცია რას კარნახობთ. რატო? იმიტომ რომ შემდგომ აი ეს მათი გარკვეული ადგილმდებარეობა ვერძის ზოდიაქოში და ეს შეერთება გასტანს ძალიან დიდხანს. 2 სექტემბრის შემდგომ სატურნი ისევ დაბრუნდება უკან, ასე ვთქვათ, ისე როგორც ნეპტუნი თავზების ზოდიაქოში და მერე უკვე შემდეგი წლიდან ისინი ისევ ერთად გადავლენ ვერძის ზოდიაქოში და იქ ნეპტუნი დარჩება კარგა ხანს, დაახლოებით 14 წელიწადს, ხოლო სატურნი 2 წელიწადი მინიმუმ იქნება ვერძში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აი მათი ადგილმდებარეობა თუ მინიმუმ 2 წელიწადი ერთად ვერძის ზოდიაქოში ითხოვს ყურადღებას. აი ახლა რაც მოხდება 2 სექტემბრამდე 25 მაისიდან, აი მოვლენებს ამიტომ დააკვირდით. ეს მოვლენები შეიძლება
უფრო ასე ვთქვათ გაფართოებული ფორმით გამოვლინდა შემდგომი 2026 წლიდან 2 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს იქნება რგოლ ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რაც ელოდება საზოგადოებას შემდგომი 2026-27 წლების განმავლობაში. აი ამ მონეტარული შეერთების შედეგად. ამიტომ ეს პერიოდი მნიშვნელოვანია. და ვნიშნოთ, რომ 25 რიცხვი კარგია კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად მეტად აქტიური იქნება კუროს, სასტური და თხისკას ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. პოზიტიურია შემდეგ კვირა მორიელის, თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. და სანამ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს, უპირველესკოლა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეეძინოთ ჟურნალის შენი ჰოროსკოპი. სამწუხაროდ გრძელდება, ასე ვთქვათ, ვაკხანალი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბათუმიდანაც დაგვირეკეს ახლა ჩვენმა ტელემაყურებლებმა და გვამწნეს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი ჟურნალები არსად არ არის. ყველაფერი არის გადამალული, კიდევ ერთხელ მივართავ, პალიტრა ჰოლდინგს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ვერ გავიგე, რას გვერდჩიან, რა აქვთ ასტროლოგიის საწინააღმდეგოდ, ან თუ რაღაცა არის პრობლემა, მაშინ შეგვატყობინონ და გავაგებინონ და გვეცოდინება მაინც რაშია საქმე. ყოველ შემთხვევაში, რატომღაც ეს ყოველივე იმალება არ ჩანს, არა და გაგზავნილია ადგილზე, მისულია ყველაფერი, მაგრამ არაჩვენებენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ შეეძინონ. რატო ხდება ესეთი საბოტაჟი გავგებარია ჩემთვის? მაგრამ სამწუხაროდ ესეთი რაღაცა არის. მათ შორის აი ქალაქ ბათუმშიც კი ესეთი მოვლენა იყო, აი ახლა 2 დღის წინანდელი ამბავია. ეხლა პირველში მინდა გითხრათ, რომ ჟურნალი ჰოროსკოპი, შენი ჰოროსკოპი, აქ არის უამრავი ინფორმაცია, ყოველთვიური ასტროპროგნოზები, ასევე დაუშვათ იგივე მიმართულებათა კარგული მთვარის პერიოდები და მათი ახსნა განმარტება აქ არის. ამის გარდა თუ დაუშვათ, აი ესეთ შემთხვევაში, როცა არ არის საშუალება ამ ჟურნალების მოპოვებისა, შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და შესაძლოა დაგვარად სახლში მოტანით მიიღებთ აი ამ ჟურნალებს. ეს პირველი, ესე იგი ჟურნალი შენი ჰოროსკოპი და მეორე ეს არის იცი დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი. ამას ახლა ერთად გაჩვენეთ, იმიტომ რომ რამდენიმე პიროვნება გვითხრა, როდის იყო 2-ო. და ახლა ეს 2 უკვე გამოდის რამდენიმე წელიწადია და სულ ვაჩვენებ ასე. ამიტომ ახლა ვცდილობ, რომ ორივე გაჩვენოთ ისე, რომ არ გქონდეთ შთაბეჭდილება, რომ ჯერ ერთი გაჩვენოთ, მე მეორე და თქვენ ერთ და იგივე გონიათ. ზოგიერთ ადამიანს ეთქობა ეს რაღაცა ემართება. 2 ჟურნალია, ჟურნალი ჰოროსკოპი დიდი. აქ არის 2025 წლის ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის, აღმოსავლური, დასავლური ზოდიაქოს ნიშნებით მთელი წლის პროგნოზი, ამის გარდა საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი, ამის გარდა ყოველდღიური მთვარის ასტროკალენდარი, გეომაგნიტური დღეები და მათი მნიშვნელობა და პერიოდები თვეების და მიხედვით გრაფიკული გამოსახვით, ესეც აქ არის და შეგნით გელოდებათ რას უყურებელია, ასევე იცით თქვენ კალენდრები. აქ ჩვენ გვაქვს ესეთი კალენდარი, იგივე ეს არის ჯიბის კალენდარი, ჯიბეში გექნებათ თითოეული ნიშნისთვის არის 12-ვე თვეზე გათვლილი დადებითი და უარყოფითი დღეები. აქ ჩვენ გვაქვს რას ქვია ბიზნეს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი და სასკოლო კალენდარი და ასევე ჯანმრთელობის კალენდარი, სადაც აღნიშნულია დღეები, როდესაც ოპერაციის ჩატარება ამ თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებით არ იქნება სასურველი და ასევე არის დიდი ისი თქვენ ესეთი საოჯახო დავარქვით ჩვენ ასტროლოგიური კალენდარი, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის გათვლილია წლის განმავლობაში დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, მათი მნიშვნელობები, ეს ყველაფერი გაქვთ აქ და შეგიძლიათ გამოიყენოთ, რას უყურებელია ისარგებლოთ და არის საჭირო ხომ მაინც ყოველდღე აქ ჩახედვა, მაგრამ დაუშვათ გაქვთ მნიშვნელოვანი იდეა, პროექტი, მათი რეალიზაციის დაწყება, დაუშვათ გინდათ სახლის გაყიდვა, ან დაუშვათ გინდათ მანქანის შეძენა, ან რაღაცა მნიშვნელოვანი სხვა საკითხის, ასე ვთქვათ, რეალიზაცია, აი მაშინ ჩახედეთ და აი ნახეთ. კარგი დღე, როცა გეკნებათ, აი იმ დღისთვის ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი შეასრულო და არა უარყოფით დღეზე, არა ახალმთვარეობაზე და სავსე მთვარეობის მძიმე დღეებში, რათა უფრო წარმატებული იყოთ. იმიტომ რომ აი მოით ასე ვთქვათ რა, ძალიან ბევრ ადამიანს ჯერაც გონია, რომ ასტროლოგია ეს არის მკითხაობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ ჩვენთან მოდიან ზოგჯერ მოყავთ
ნუ ზოგჯერ ცოლებს ქმრები, ზოგჯერ შვილები და ასე შემდგომ და ნუ მანდილოსთან უფრო მეტად აქტიურობენ, თუმცა მათ შორისაც არის ესეთი, ვისაც გონია, რომ ეს არის კითხაობა. მოდიან ჩემთან, ძალით ესე მოიყვანენ, რაღაც უკმოფილო სახით, ასე თქვა, დამიჯდებიან წინ და ვარკვევ, რომ ესე იგი ძალით არიან მოყვანილები და რატო? ეს ირკვევა მე უკვე ბოლოში, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ მოყვანილები არიან რაღაც კითხაობაზე, ხა დაუწყებ მე იმას კითხაობას, ეს გელოდება და შემდგომ და უცებ იგებს, რომ აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს უყურებს ნახას, ის ხედავს ყველა დეტალს, რასაც მე ვხსნი და ეს არ არის ჩემი მოგონილი და რაღაცა ზღაპრები, ყველაფერს ხედავს ეზოთერული მეცნიერებაა შემოკარგება ასტრონომიაზე და მათემატიკაზე დაფუძნებული. ყველაფერს უხსნი პლანეტების ადგილმდებარეობას, სიჩქარეს, ზეგავლენას და შემდგომ მრავალსაუკუნოვანი ანალიზიდან გამომდინარე, რომელიც კაცობრიობამ შეიმუშავა ასტროლოგიასთან მიმართებით და აქედან გამომდინარე ინფორმაციას თვითონ ხედავენ და თვითონ წმდებიან. როგორ მუშაობს კოსმოსი და რა კანონებს ექვემდებარება და მე რომ მიდიან მეუბნებიან, რომ სულ სხვა რაღაცა მეგონა მე და აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცა აღმოჩნდა. ამიტომ შემოკარგებო, ვისაც განზრახული გაქვთ პირადი ჰოროსკოპის შედგენა, არ დააგვიანო დროულად, მოდით, იმიტომ რომ ნელ-ნელა გვიახლოვდება ზაფხული, მე უკვე ზაფხულში ალბათ უკვე აგვისტოში ნამდვილად არ ვიქნები ქალაქში, ამიტომ იქამდე მოვასწროთ, რომ შევადგინოთ თქვენი ჰოროსკოპი, დავსახოთ თქვენი სურვილების წებრ დავუშვათ შესაძლებლობები, როგორ უნდა განვითარდეთ და ამის დამიხედვით ავაწყოთ ბევრი, ასე ვთქვათ, ის საკითხი, რომელიც აქამდე რაღაც ან ეჭვის ქვეშ იყო, ან რაღაცა გიშლიდათ ხელს და შეგვიძლია იმასაც გაიგებთ, რა გიშლიდათ ხელს და როგორ მოვიშოროთ ეს ხელისშემშელი ფაქტორები. ამიტომ შეგვეხმიანეთ ტელეფონის ნომერი 599 51 52 38. ვიმეორებ 599 51 52 38 შეგვეხმიანეთ, შევადგინოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა, ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია და აქედან გამომდინარე უკვე დაიწყოთ სერიოზული ტრანსფორმაცია ცვლილებები თქვენს ბედიღ ბალში. იმიტომ ეს ყველა სასიამოვნოა ჩემთვის, ადამიანები როცა აქედან ჩემგან მიდიან, უნდა ნახოთ მათი თვალები და გამოსახულება, როგორები მოვიდნენ და როგორები მიდიან. აშკარად ცვლილებები მიდის და მე სხვაში როცა მირეკავენ მიყვებიან კიდე რა ცვლილებებია მათ ცხოვრებაშიც კიდე ცალკე თემაა. ნუ კარგით. ეხლა მოდით უკვე დავუბრუნდეთ იმას, რომ აი ეს ჟურნალები შეგვიძლიათ კიდევ შეიძინოთ, გამოიყენოთ და იყოს წარმატებულები ასევე აქედან ამ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი თემა. ესე იგი, ვისაც აქვს განზრახული თმების შეჭრა. აი ამათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ორი დღე განსაკუთრებით კარგი 19 და 20 მაისის დღეები. აი პირველ რიგში ეს დღეები გამოიყენოთ თმების შესაჭრელად. ვისაც აქვს საქმე მაგალითად ფულთან ან ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული, ნუ ამ კვირის განმავლობაში იაქტიურეთ ოღონდ კანონის პარაგრაფში. კანონი არ დაარღვიოთ, ეს გავითვალისწინოთ. და თუ კი დავუშვათ რაღაც სხვილი გარიგებისთვის ხართ მზად, აუცილებლად იურისტთან მაინც გაიარეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, გასაუბრება. სხვა მხრივ, მოდი ავნიშნოთ, რომ კვირა უდაოდ გაცილებით უკეთესია და უფრო წარმატებულია საფინანსო და ბიზნეს საქმიანობისთვის, ვიდრე წინა პერიოდი. მოგზაურობის კუთხითაც კი მინდა ავნიშნო, რომ აქ ავნიშნოთ, რომ პირველ რიგში უმჯობესი იქნება კვირის აი მეორე ნახევარი ამ თვალსაზრისით. აი მაგალითად პირველი ორი დღე 19-20 ნაკლებად. აქ ცოტა ტრაუმული ტენდენციები მაინც მაღალია, მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა ამ მხრივ. სასქვალო პარტნიორული ურთიერთობების კუთხით კი სასიკეთო ტენდენციებია ერთობლივი დავუშვათ პაიმანი და ურთიერთ, ასე ვთქვათ, პატივისცემა აქ უფრო მეტად მოემატებს. ურთიერთ გაგება პარტნიორებს შორისაც აშკარად უფრო მეტი იქნება ამ კვირაში. რაც შეეხება მკურნალობის დაწყებას, ვისაც აქვს განზრახული 20 რიცხვი გამოიყენეთ და არაერთ ცუდი 23-იც. ეს ორი რიცხვი შეგვიძლია მაქსიმალურად გამოიყენოთ, როგორც ყველაზე სასიკეთო დარჩენილი დღეები, როგითად რომელიმე ცუდია, არა. ამიტომ ნეიტრალურია დარჩენილი დღეები. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, აქაც 20 და 23 რიცხვები საკმაოდ კარგია. და ცოტა ნაკლებად სამსახურის შეცვლის კუთხით 22 რიცხვი, დარჩენილი დღეები საშუალოა. ხელშეკრულებების დასადებად ყველა ჯობია 19, 20 და ასევე 23. მაისის დღეები, დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ქორწინებისთვის ძალიან კარგია 19 რიცხვი, ასევე სხვათა შორის არ იქნება ცუდი 23 და 24 მაისის დღეები. დარჩენილი დღეები ნაკლებად. მაგრამ რა თქვა, რომელიმე ცუდია კატეგორიულად ესე არ გვაქვს. იმიტომ რომ საერთო ტენდენციები კარგია მაინც კვირის განმავლობაში.
ბინის ყიდვა გაყიდვის სახალ ბინაში გადასვლისათვის 20 და 23 მაისის დღეები ყველაზე კარგია, დანარჩენი ნეიტრალურია. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად 23, 24 რიცხვები ყველაზე კარგია. 20 რიცხვი არ ვარგა. დანარჩენი დღეები საშუალოა. მსხვილი საყიდლებისთვის ყველაზე კარგი იქნება 19 რიცხვი, შემდგომ ასევე არ იქნება ცუდი 23-იც. 20 რიცხვი არ ვარგა. დანარჩენი დღეები საშუალოა. და სასამართლო პროცესებისთვის 19 რიცხვი, 23 რიცხვი ასევე კარგია, მაგრამ 24-საც არ აუშავს ხათ შორის მაისისა, მაგრამ 20 რიცხვი არ ვარგა 20 მაისის დღე. ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენ გადავიდეთ საფინანსო რიტუალებზე, ეს ის რიტუალები, რომლებსაც ამათმოქმედებით თქვენ შეგიძლიათ მიიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ფინანსური ენერგია და გამოუჩვენოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ან მოხდეს გაძიდვა არასწორი მოქმედების შედეგად. აი რა უწყობს ამას ხელს. მაგალითად, ხვალ 19-ში არ არის სასურველი ვალის დაბრუნება, საათის შეძენა. ეს კიდევ უფრო მეტ ფინანსურ სირთულეებს შეგექმნით შემდგომ. 20 მაისს სამშაბათს სამაგროდ კარგია აქ ვალის დაბრუნება, ბულის ვალში გაცემა ან აღება, კრედიტის აღება, კი ბატონო კარგია, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 21 მაისს 4 შაბათს კარგია ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში. აი ეს ასე მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს თქვენდავი. 22 მაისს კარგია საფულის შეძენა, ვალების დაბრუნება, ფულის ვალში გაცემა ან აღება და კრედიტის გაფორმება. მაგრამ არ ვარგა 22-ში მსხვილი ინვესტიციების გაკეთება, აი ეს უფრო ნეგატიურ დახს დაასვავს ფინანსურ მდგომარეობას. 23 მაისს კარგია კაპიტალდაბანდება, თუმცა თუნდაც კარგად მოფიქრებულია, საათის შეძენა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ შეხედავთ, ეს თქვენი საფულედან წაიღებს თანხებს. 24 მაისს შაბათს კარგია აქაც კაპიტალდაბანდება, კარგად მოფიქრებული, მით უმეტეს ინვესტიციების გაკეთება, საათის შეძენა, ეს ყველაფერი მერე მოიზიდავს თქვენდამე დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს. 25 მაისს კარგია ვალის დაბრუნება, საათის შეძენა, მაგრამ აქ არ ვარგა 25-ში კაპიტალდაბანდება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. აი ეს საფინანსო რიტუალებია შემდეგი კვირის, ახლა შეეხება ანგელოზის საათს. იცით რომ ეს ის დროა, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს მფარველ ანგელოზთან და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და თუ თხოვნა ადეკვატურია, ის აგისრულდება. თუ არა ადეკვატურია იმისა თუ რას ემსახურებთ, მაშინ ის არ შესრულდება, მაგრამ ის რომ თქვენ კონტაქტში შეხვდეთ და გააგებინებთ თქვენს მფარველ ანგელოზს რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ეს უდავოა. ამ მხრივ ეს პერიოდები უდავოდ კარგია. და დავიწყოთ ხვალინდელი დღე 19 რიცხვი. აი აქ ანგელოზის საათი ჩვენ გვაქვს 15 საათიდან 12 წუთიდან 15 საათამდე 56 წუთამდე. სამშაბათს უკვე 20 მაისს დილის 10 საათი და 47 წუთიდან, ნუ დილის ან დღის როგორც გენებოთ 11 საათამდე 35 წუთამდე. 21 მაისს უკვე 4 შაბათს დილის 9 საათიდან 25 წუთიდან დილის 10 საათამდე 30 წუთამდე. 22 მაისს ეს უკვე ხუთშაბათია, დღის 12 საათიდან 12 წუთიდან დღის 13 საათამდე 10 წუთამდე. 23 მაისს პარასკევს დღის 15 საათიდან 54 წუთიდან დღის 16 საათამდე 33 წუთამდე. ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 24-ში, შაბათს დილის 9 საათიდან 47 წუთიდან დილის 10 საათამდე 32 წუთამდე და 25-ში შემდეგ კვირა დღეს დღის 13 საათიდან 0 წუთიდან დღის 14 საათამდე 15 წუთამდე. ანუ ამ დღეებში აი ამ პერიოდის შეობისას თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი დროით, შეიძლება 1 წუთი იყოს ეს, შეიძლება იყოს 9 საათი და მეტი, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ ესე იგი ილოცოთ და მიმართოთ მფარველ ანგელოზს იმის შესახებ თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ეს ანგელოზის საათი და მისი ასე ვთქვათ ზეგავლენა. ეხლა მოდი ამშვიდობთ რომ კიდევ ერთი მშვენი თემა მინდა ასევე გაგაცნოთ ამ ზოგადი ტენდენციების შესახებ ახლესი კვირისა და თანდათან ასე იგი ეს ინფორმაციებიც ნამდვილად მოგაწოდოთ, რომელიც ასტროლოგიის ირგვლივ ტრიალებთ რას უპირველეა და ამასთან არის დაკავშირებული. ვცდილობ რომ არ ასე ვთქვათ დაგამძიმოთ პოლიტიკური მოვლენებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ბევრ მათ შორის პოლიტიკოს და ჟურნალისტს არ ესმის, რომ ასტროლოგია პირდაპირ კავშირშია მათ შორის იმ პოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ახლა ხდება და მეცნიერება ხოლმე როცა რაღაც კითხვით პრიმიტიულ კითხვებს უსვამენ და პასუხიც არის ძალიან პრიმიტიული და რეალურად ვერ ხვდებიან რა ხდება ცისკაბანოზე და რით არის გამოვლენილი ესა თუ ის მოვლენა. ეს ტენდენცია, მაგრამ მაინც ახლა იმდენი ლაპარაკია ვთქვათ ამ სფეროში, რომ არ გვინდა. მოდი ჯობია ისევ ჩვენ გარკვეულწილად მივხედოთ ასტროლოგიას და დავსვათ ესეთი კითხვა.
რატომ არის ზოდიაქოს ნიშანი 12? სხვა ჩვენს ეს კითხვები მქონდა მე და არაერთხელ. და შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატო არის ზოდიაქოს ნიშანი მაინც 12? მოდით ჩავთვლით რიცხვ 12-ის არსს, რომელიც როგორც სისტემის გასაღები გაგვიხსნის სამყაროს ასტროლოგიურ ხედველს. მზეური ბუნიაობისა და ზაფხულისა და ზამთრის ნაბუნეობა წელიწადს ყოფს 4 ნაწილად. 4 სეზონად. მთვარე თითოეულ სეზონს ამატებს 3 ფაზას: საწყის, შუასა და ბოლოს. ციფრი 4 შეესაბამება 4 მხარეს: აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს. რითაც სივრცესა და სამყაროს ჰორიზონტალურად აღწევს. სწორედ ამიტომ უძველესი კოსმოლოგია სამყაროში ყველა მოვლენის წარმოქმნას უკავშირებს 4 ელემენტის, 4 სტიქიის თანაფარდობას. ციფრი 3 შეესაბამება დროში გადაადგილებას, წარსული, აწმყო და მომავალი. ანუ მოძრაობას ვერტიკალზე. ყველა ხალხისა თუ ცივილიზაციის მითოლოგიაში ხდება სამყაროს დაყოფა 3 ნაწილად: ზეციურ სამყაროდ, მიწიერ სამყაროდ და ქვესკნელად. ტრიადას ანუ სამებას როგორც მოძრაობისა და აღმასვლის პრინციპს ქადაგებს ქრისტიანობაც. რიცხვი 12 ამ ორი ციფრის 3-სა და 4-ის ერთგვარი გაერთიანებაა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დროსა და სივრცეს და ამგვარად სრულყოფილად აღწერს სამყაროს ყველა გამოვლინებას. ეხლა დავუბრუნდეთ ასტროლოგიას და ვნახოთ თუ როგორ აისახება მოძრაობის, ანუ დაყოფა 3-ზე და ყოფიერების დაყოფა 4-ზე პრინციპები ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლებზე. ყოველი სეზონის დასაწყისი, შუა და ბოლო შეესაბამება დასავლური ზოდიაქოს კარდინალურ, ანუ ძირითად ფიქსირებულ, ანუ სტაბილურ და მუტაბელურ ცვალებად ნიშნებს. დავიწყოთ კარდინალური ნიშნებით. ანუ ეს ძირითადი ნიშნები არის ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხისქა. სიმბოლურად ეს წარმოადგენს ფიზიკურ კოსმოსს, სამყაროს წყობის მატერიალურ საფუძველ და შეესაბამება აგებულებას, სამყაროს საწყისა და ქრისტიანული სამების პირველ შემადგენელს. სხვანაირად მათ ეწოდებათ ნებისყოფის ნიშნები. რამე თუ მათი ამოცანა მისცენ იმპულსი ახალ იდეებს, გახსნან ახალი სეზონი, ამიტომ ეს ნიშნები დაკავშირებული არიან ენერგიის ცხოვრების ორ მტრიალში ჩართვის პრობლემებთან. თუ საკმაოდ მატერიალისტურებიც არიან და ყველაზე მეტად უადვილდებათ პირველივე იმპულსით მოქმედების დაწყება, ანუ ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხისქა. ეხლა რა შეეხება ფიქსირებულ, ანუ სტაბილურ ნიშნებს, აქ შედის კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ისინი ასახავენ ცხოვრებისეული ევოლუციის პრინციპებს და სიმბოლურად უკავშირდებიან სიცოცხლის ხეს, რომელიც მეორენაირად სხვადასხვა რელიგიებისთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ჯვარი, რომელზედაც გააკრეს იესო, ან როგორც აშოკის წმინდა ხე, რომლის ძირშიც იშვა ბუდა. შუალედური ნიშნების ამოცანა კარდინალური ნიშნების მიერ მოწოდებული იდეების ან ენერგიის შემდგომი განვითარება და მათი ხორცშესხმა. ცხოვრებაში დანერგვა. ისინი თანმიმდევრულნი, უფრო ზუსტნი და მყარნი არიან თავიანთ მიზნებში. აგრეთვე მათი მგრძნობელობისადმი ლტოლვის სტაბილურობა გვაძლევს ნებას უწოდოთ მათ გრძნობის ნიშნები. სწორედ ამიტომ ქრისტიანულ ტრადიციებში ამ ნიშნებს მიენიჭა უპირატესობა და 4 ევანგელისტის გვერდით გამოისახა კურო, ლუკა, ლომი, მარკოზი, არწივი, ანუ სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს მორიელს, იოანე და ყველაზე ნათელი და მატერიისგან მოწყვეტილი ნიშნის ქვეშ დაბადებული ანგელოზი, მერწყული მათე. თუ ფიქსირებული ნიშნები უკავშირდება გზნობებს, მუტაბელური, ანუ ცვალებადი ნიშნები, ეს არის ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები, ასახავენ სულის პრინციპებს, მიწიერსა და ზეციურ შორის კავშირს. ქრისტიანულ რელიგიაში სამების მესამე შემადგენელს სული წმინდა შეესაბამება მთა, სამყაროს ცენტრის სიმბოლო, სადაც დედამიწა ერთიანდება და სიმბოლურად ასახავს აღმასვლას. მთა სამყაროს ღერძია, სამყაროს ხის სუბლიმაცია. მუტაბელური ნიშნები სიმბოლურად წარმოადგენენ მოდი ასე ვთქვათ, შემცვლელს და მაკავშირებელს და მათ ძირითადად ამოცანას წარმოადგენს ხორცშესხმული იდეების გაცნობიერება და მათი გარკვეულწილად ტრანსფორმაცია. ამის გამო მათ კიდევ უწოდებთ გონიერების ნიშნებს, რომელსაც ეჩვეპარება ძველი ან ადრეული ნიშნების იდეის ისტორიაში და ამზადებენ ნიადაგს ახალი იმპულსებისათვის. ცვალებადი ნიშნები აგვარებენ ადამიანთა ურთიერთკავშირებს, საკითხებს, როგორც საზოგადოებაში, ისევე ზეციურ მიმართებაში და გააჩნიათ ამისათვის აუცილებელი მოქნილობაცა და ცხოვრებაში ორიენტაციის ასევე უნარი. ნუ საჩვენს მინდა ამასთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მოგეყვანოთ, რომ როგორც კითხულობების ზოდიაქოს ნიშნი დაბადებული მერაბ კოსტავა გარდაიცვალა, დაიძაბა ძალიან ურთიერთობა ვერცხლსა და ლომს შორის, ვიად გამსახურდიასა და ამ დროს ლომის ზოდიაქოს ნიშნით იყო წარმოდგენილი კიდევ ერთი ლიდერი, რომის გვარი ახლა არ მაგონდება, მაგრამ გავიხსენებ, ხო, გიორგი ჭანტურია. გიორგი ჭანტურია მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რამაც ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სწორედ მაშინ ეროვნულ მოძრაობაში გახსოვდა. სანამ იყო მერაბ კოსტავა, მათ შორის ეს შუამავალი ტყუპები ძალიან კარგად
აგვარებდა ურთიერთობებს. აი, ამიტომ არის ამ ასე ვთქვათ მუტაბელური ნიშნების ერთ-ერთი ფუნქცია ასე ვთქვათ მოკავშირისა და კავშირებს ამყარებს ადამიანებს შორის ადვილად. ასტროლოგიური პრინციპი მარტივია, სურვილი და ნებისყოფა იწყებს, გრძნობა აგზელებს და გონიერებას კი მოყავს ეს ყველაფერი სისრულეში, აბსოლუტამდე. ყოველივე შეგვიძლია დაუკავშიროთ როგორც მარტივი და ყოფიერი, ისე ძალზე დამაღლებული მცნებები. ზუსტად ისევე, როგორც სამების საკრალური მცნებები აისახება ტრადიციულ წარმოდგენებში, რომ ადამიანმა უნდა აშენოს სახლი, დარგოს ხე და გააჩინოს შვილი. მოდით მივადევნოთ თვალი ზოდიაქოს მიხედვით ციფრ 3-ის მოძრაობას წელიწადის 4 დროში. ვერძი პირადი აქტიურობის ნიშანი გვაწოდებს იდეას თავისი ეგოს მეს საშუალებით ცხოვრებაში. სწორხაზოვნად შესვლით. კურო ბუნებრივი უშუალობის ნიშანი ახდენს იდეის რეალიზებას საკუთარი სურვილისა და განკარგვის მეშვეობით. ტყუპების კორომისეული ურთიერთკავშირის ნიშანი ეჭქვეშ აყენებს საკუთარ სიძლიერებს და ეძებს ახალ გზებს. გაზაფხული კი თავისი მჩქეფარე ენერგიით ადამიანს აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საიცოცხლო პროცესებში. სიცოცხლის კერის ბურჯი კირჩხიბი გვაწოდებს იდეას სიმრავლესა და მისი გამოვლენის მრავალფეროვნებაზე. შემდგომი ნიშანი ლომი ყოფიერების თვლიანობის ნიშანით ცდილობს დაეუფლოს ამ სიმრავლეს. კრიტიკული ქალწული კი ამ მრავალფეროვნებაში თანმიმდევრულად ალაგებს იერარქიულ კავშირებს. იგი ეჭქვეშ აყენებს სიცოცხლის თვლიანობის მრავალფეროვნულად გამჟღავნებას და შავად და თეთრად დაღუპოს. ზაფხული კი სამყაროს აძლევს საშუალებას ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი სისრულითა და სირთულეებით. მხარდაჭერის მაძიებელი სასწორი იწყებს წელიწადის მუქ დროს შემოდგომას. მისი იდეით იგი უარს ამბობს ბუნებრივი უშუალობით, მიიღოს საკუთარი თავი და იწყებს ხვის ძიებას. ვერძისგან ზუსტად საწინააღმდეგოდ. სასწორის ძირითად თვისებას წარმოადგენს დახვეწილობა. გარეგან ურთიერთკავშირის იდეის ვნებიანი, მაგრამ სტაბილური მორიელი ავითარებს გრძნობითა და აზრითაც და ამგვარად აძლიერებს ძალასაც და ვნებას. გონიერებისა და სოციუმის ნიშანი კი მშვილდოსანი ურთიერთდაკავშირებულ მხარეთა თანასწორობაში პოულობს დისბალანსს და ეჭვის ქვეშ აყენებს მათ თანასწორუფლებიანობას. იწყებს რაც წყვილთა შედარებით საბოლოოდ იგი ყოველთვის უზენაეს ადარებს და შემოდგომის ნიშნებს ახასიათებს ამიტომ სამყაროს თანმიმდევრული დანახვა დიდი სიმრავლე და მხოლოდ ერთის ამორჩევის პრობლემა, რასაც საბოლოოდ ასრულებს მშვილდოსანი. იგი იმდენად მაღლდება, რომ ნათელსა და ბნელს შორის განსხვავებას ცდება და ირჩევს იმას, რაც მიახლოებს მას უზენაესთან. მწვერვალების დამყრობ ნიშანთხის ქას წინა პლანზე გამოაქვს იდეა, რომელიც აერთიანებს ბუნებრივად საწყისი მესა და ადამიანის სოციალურ-რელიგიურ იდეალებს. ამის ადამიანის არსებობის, ინდივიდუალურობისა და ერთადერთობის აღიარებით. მერწყულის ალტრუისტული ნიშანი კი პიროვნების უნიკალურობის იდეის მატარებელია, სადაც იდეალისტური მსოფლმხედველობით აერთიანებს სამყაროსა და სტაბილურ მდგრად მეგობრობასა და კეთილ განწყობას. თავიანთი რწმენის უნარით და ინტუიციით თევზები ამოწმებენ მერწყულების აბსტრაქტულ ცოდნას, ეჭქვეშ აყენებენ მის იდეალურ სამყაროს და განუდგებიან საკუთარ თავს, რითაც თავს წირავენ შემდგომი სიცოცხლის გასაგრძელებად. ვერძის მომავალი იმპულსისათვის, მოდი ასე ვთქვათ. ამგვარად ზამთრის ნიშნები შინაგანად ეყრდნობიან საკუთარ თავს, რის გამოც თოვლით დაფარული ახალი სიცოცხლის ენერგიებისადმი ახასიათებთ დიდობრივი გზნობები. რთული და განვითარებული ძველი სისტემა ფარველობს მის შემცვლელ ცხოვრებისეულ სიმარტივეს. ამგვარად ჩვენ დავინახეთ, რომ კარდინალური, ფიქსირებული და მუტაბელური ნიშნები თავიანთი წყობითა და განვითარებაში მონაწილეობით ცხოვრების დიალექტიკის მსგავსია. ეხლა უკვე შეგვიძლია განვიხილოთ სტიქიის მცნება. თუმცა ამას ალბათ ჩვენ განვიხილავთ შემდეგ გადაცემაში, იმიტომ რომ ეხლა ამის დრო ფაქტობრივად არ რჩება, საერთო დრო ჩვენ გვეწურება, ამიტომ ამ თემას ჩვენ გავაგრძელებთ თუნდაც შემდეგ გადაცემაში. ესე იგი, ეს ეხლა რაც გავიგეთ, ეს ეხლა განმავითაროთ, გავიაზროთ და დარჩენზე უკვე შემდგომ ვისაუბრებთ გადაცემაში. ეხლა ხვალ დილით 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში თქვენ კიდევ ერთხელ ნახავთ ამ დროდელ გადაცემას, დაიდება Facebook-ზეც და იქაც შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მოусმინოთ და ხვალ დილიდან ჩვენ შევხვდებით ჩვეულებრივად 15 წუთი 8 კლია 900 ტელეიმედში, შემდგომ გადავინაცვლებთ 20 წუთზე 10-ისა რადიო იმედში, დილის 10 საათზე უკვე პოსტივის დილის გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს და ასევე ხუთშაბათს გვექნება პოსტივიში დილის გადაცემაში გადაღება, ასევე გვექნება პარასკევს შუადღის გადაცემაში რუსთავი 2-ზე შეხვედრა და მოსკოვის რადიო ფორტუნა ჩვენ გვაწვდის ყოველ დღე
დილით სადღაც 10-15 წუთი რო აკლია 9 საათს 11 ინფორმაციას იმ დღის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, ასეულთა და ჟურნალისტ ფილმსელები ასევე გვაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ასტროლოგიურ პრინციპებს ეფუძნება და ამ გზით ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული და წარმატებული. და იმისთვის რომ იყოთ უფრო მეტად წარმატებულები, აუცილებლად გამოიყენეთ ეს კვირა. ყოველ შემთხვევაში ამ თვის ბოლომდე ხვალიდან საკმაოდ საინტერესო, გაცილებით უფრო წარმატებული ელფერის პერიოდებია, ამიტომ ეცადეთ აქტიუროთ და ეს პოზიტიური შანსები ამ პერიოდისა მაქსიმალურად გამოიყენოთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.